გამარჯობა, დღეს უკვე გადავდივართ უფრო სერიოზულ თემაზე, ელექტროობაზე. ეს არ იქნება ძალიან ჩახლართული სისტემები, რომლებსაც დიდ სახლ-მანქანებზე აკეთებენ, აკუმულატორებით, გადამყვანებით და ათასი სხვა პატარა დეტალებით. ეს იქნება ბიუჯეტური და ძალიან მოქნილი სისტემა, რომელიც სახლ-მანქანის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. მათ სიგარს ამუშავებს, ჭერში ვენტილას ავაყენეთ, იმას ამუშავებს, წყლის ტუმბოს ამუშავებს, ონკანისთვის და კალონკისთვის, შუქს ამუშავებს, განათებებს, დიზელის გამათბობელს და ასევე ექნება შტეფსელებიც, რომლითაც ტელეფონის დატენვა შეიძლება და ყველაფრის რა 220-ზე რაც ერთება, ყველაფრის შეერთება შეიძლება. ამ ვიდეოში დეტალურად გაჩვენებთ რეები ავირჩიე და რატო, როგორ დავგეგმე ყველაფერი, როგორ უნდა დავიცვათ უსაფრთხოება სახლ-მანქანაში, მცველების სწორად როგორ ავარჩიოთ, ყველას უნდა დავუყენდეთ მცველი ყველაფერს, რამდენი ხანი გაძლებს ყოველდღიურ მოხმარებაში და ბოლოს როგორ დავტენოთ თვითონ დენის წყარო. პირველ რიგში მოდი კაბელებით დავიწყოთ. კაბელები აქ არ მიყიდია, გამოვწერე Amazon-დან, იმიტომ რომ არ არის აქ ისეთი კაბელები, ისე დამუშავებული, რომ ვიბრაციასაც გაუძლებს, რაც სახლ-მანქანაში ყოველთვის არის. კონდენსატსაც გაუძლებს და ტემპერატურის სწრაფ ცვლილებასაც. ეს კაბელები უძლებენ საერთოდ ყველაფერს რა. რთულ პირობებში გამოიყენება ეს კაბელები. ისია დამუშავებული, რომ არის ძალიან დრეკადი და არ ტყდება შიგნით, რაც არ უნდა უქნა. უძლებს წყალს, ვიბრაციას, ასევე ძალიან დიდ სიცხეს და ძალიან დიდ სიცივეს. სხვების აწყობის ვიდეოებში რაც ვნახე, 99% იყენებს ამ კაბელებს. ანუ სახლ-მანქანას რო ვაწყობთ, ყველაფერი ისე უნდა გაითვალოს, რომ ამ სახლს აწყობთ, რომელიც მუდმივად მიწისძვრაშია. და უნდა გაუძლოს ძალიან ბევრ მიწისძვრას. ანუ ერთ სიტყვით ყველაზე კარგი და უსაფრთხო არჩევანია თუ დიდი ხნით გვინდა სახლ-მანქანის ყოლა არ დატყდება ვიბრაციით, სიცხეზე, სიცივეზე, არ დაიბზარება, არ დაკარგავს კონტაქტს და იქნება რა. ზედმეტი გადახდილი თანხაჯობია მე მთლიანად დაშლას და მთელი კაბელების შეცვლას. თითო არის 15 მეტრიანი, ერთი არის, ეს არის 12 გეიჯიანი, ეს არის 16 გეიჯიანი. ამერიკელები იყენებენ მაგ სისტემას. ანუ ჩვენ ენაზე რო ვთქვა, 16 გეიჯიანი არის დაახლოებით 1.5 კვეთით და 12 გეიჯიანი არის დაახლოებით 2.5 კვეთით. ხო, თითო არის 15 მეტრი და წონიანად თითო დაჯდა 150 ლარი. მძიმეა, წონის ბევრი წავიდა, მაგრამ ღირდა რა. პატარა სივრცეში რო ვაკეთებ, მაინც ბევრი მასალა არ მჭირდება და მაინც ბიუჯეტური გამოდის, კაი მასალებს და ხარისხიან მასალებს რო ვყიდო. ყველაზე ბევრი სათქმელი ამ კაბელებზე მქონდა, ახლა დანარჩენ რაღაცებს უცებ განახებთ, რეები მაქვს. ეს არის სიგარეტის პორტზე შესაერთებელი 16 გეიჯიანი, მოყვება თავისი დამცველიც და Amazon-დან თავის წონიანად დაჯდა 20 ლარი. ამას შევაერთებ დენის წყაროს სიგარეტის პორტზე და ამ O-ringებს შევაერთებ fuse block-ზე. fuse block-იც დაჯდა 20 ლარი, ოღონდ ტაობაოდან. ამაზე დაერთება ამ სიგარეტის პორტიდან გამოსული პლუსი მინუსი და ჩვეულებრივი fuse block-ია თავის დამცველები. და ამაზე შევაერთებ ვენტს და წყლის პომპას. მოყვა თავისი მცველებიც და სტიკერებიც რო აღვნიშნო რა არის. შემდეგი რაც გამოვწერე Amazon-დან და ღირდა 35 ლარი თავის წონიანად არის DC 5521 პორტზე შესაერთებელი კაბელი, რომელსაც ბოლოში უბრალოდ დაბოლოება აქვს ცარიელი კაბელის, რაზეც შემიძლია უკვე დავაერთო მთელი განათებები, დიმერ ჩამრთველი და 4 ამაზე დავაერთებ 2 დიმერ ჩამრთველს, ანუ მარეგულირებელ ჩამრთველს და 4 მარეგულირებელ ნათურას. და საერთავისუფლად გაუძლებს და დაჟე კიდე დაიმატებს რამდენიმე ნათურას. კიდე გამოვწერე ეს inline დამცველები, პლუს კაბელზე ჯდება ყველა რომ კაბელი დაიცვას, თავისი მცველებიც მოყვა და ესეც დაჯდა 16 გეიჯიანია ესეც და წონიანად Amazon-დან დაჯდა 30 ლარამდე. კიდე ესეთი 12 ვოლტზე მომუშავე სვიჩები გამოვწერე, ჩამრთველები, რომელსაც პომპას დავაერთე. პომპა რო დავაერთო დომინოში ვიყიდე ესეთი. ამის პინებზე ჯდება ზუსტად და მე ამაზე დაჯდება კაბელი. 5 ლარამდე ყირდა ეს. ნათურები გამოვწერე Ace-Go's ნათურები, რომელიც სახლ-მანქანებში ძალიან პოპულარულია და თითქმის ყველა ამით აწყობს თუ
მარეგულირებელი შუქები უნდა 4 ცალი ღირდა 70 ლარი და თავისწონიანად 80-90 ლარი დაჭდა რა. 3 ცალს დავაყენებ შუაში, 1 ცალს სამზარეულოს მხარეს. ორივეს ექნება თავისი მარეგულირებელი ჩამრთველი სამზარეულოს ცალკე, შუაში ცალკე, ორივე ეტევა ამ პატარა კუჭში და ეს 2 ცალი ჩამრთველი დაჭდა 100 ლარი. კიდე გამოვწერე ეს ბიუჯეტური პომპა Amazon-იდან, რომელიც დაჭდა 90 ლარი თავისწონიანად. ვენც აღარ გაჩვენებთ, იმიტომ რომ ვენტი პირველ სერიაში დავაყენე და ვენტი უკვე აყენია. მაცივარი გამოვწერე Alpicolis 40 ლიტრიანი მაცივარი, რომელიც შეიძლება საყინულედაც გამოიყენო. მოიხმარ ძალიან ცოტა დენს და დაახლოებით 600-700 ლარი დაჭდა თავის გამბაჟებიან. არის აუცილებელი. აქვს 12 ვოლტზე შესაერთებელი და 220 ვოლტზე შესაერთებელიც, მაგრამ 12 ვოლტზე ფიზიკურად ადგილი აღარ ყოფნის, ამპერაჟი აღარ ყოფნის და ამიტომ ჩვეულებრივ 220 ვოლტზე შევაერთებ. კიდე ელექტროობა რაც დაყენდება ამ მანქანაში არის დიზელის გამათბობელი, ისიც 12 ვოლტზე მუშაობს, მაგრამ 12 ვოლტზე ადგილი აღარ მაქვს, ამიტომ მაგასაც სპეციალური გადამყვანით გადავიყვან 220-ზე და შევაერთებელებ სტეპსელში მაცივართან ერთად. და ეგეც ძალიან ცოტა დენს მოიხმარს. აი, პირველი ეტაპი ეს იყო. ეხლა უკვე გაჩვენებთ სად რა დაყენდება და დავიწყებ კაბელებით დაქცევას. მოდი პირველ რიგში ესე იგი დავქსელავ მანქანას ნათურებისთვის. როგორც ხარით დენის წყაროზე ვაერთებ, ამი DC5521 პორტია და გვაქვს 2 თახლა რა ხდება ამ ორ თავზე. ესე იგი DC5521-ის წითელ კაბელს ვაერთებ 3-იან კლებაზე და ამ წითელი კაბელიდან უნდა მიეწოდოს დენი ჩამრთველებს. ხოლო ჩამრთველების წითელ კაბელებს ვაერთებ ჩვეულებრივ ამ კლემაში, რომლიდანაც აიღებენ ენერგიას დენის წყაროდან. შემდეგ ვიღებ ისევ 3-იან კლემას, რომელშიც DC5521-ის კაბელის მინუს ვაერთებ და ვიღებ კიდევ 3-იან კლემას, რომელშიც ამ ჩამრთველების თეთრ კაბელს, ანუ მინუს ვაერთებ და ორივეს ვაერთებ ამ კაბელის მინუსს. ეგრევე ამ მინუსზე იმიტომ არ შევაერთე ეს თეთრი კაბელები და 3-იანი კლემები იმიტომ ავიღე, რომ გვჭირდება განათებების მინუსების დაერთება ამეებზე. აი, ეხლა დავასრულებ ბარიმ სამზარეულოს განათებას. დიმერ ჩამრთველიდან გამოსული შავი კაბელი არის პლუსი. ამ შავ კაბელზე ვაერთებ 2-იან კლემას, რომელზეც უკვე დავაერთებ კაბელის პლუსს და კაბელის მინუს შევაერთებ იმ კლემაზე, საიდანაც დიმერის თეთრი კაბელი, ანუ დიმერის მინუსია შეერთებული. მერე ამ კაბელის პლუს მინუსებსაც 2-იან კლემებს დავუყენებ და შევაერთებ ნათურის პლუსზე და მინუსზე. всё, სამზარეულოს განათება გამართულია. ეხლა გავაკეთოთ შუა 3 განათება. ისე ვიგინებენაირად ვიღებ 2-იან კლემას, ვაერთებ დიმერის შავ კაბელს, ანუ პლუსს და ვაერთებ კაბელის პლუსზე. კაბელის მინუს ისევ თეთრ კაბელზე. всё. ეხლა ამ კაბელის ბოლოებში 2-яნის ნაცვლად 3-იან კლემებს ვაერთებ და ვაერთებ პირველ ნათურას. შემდეგ იმ კაბელს ვაგრძელებ ახალი კაბელით და ვიმეორებ ზუსტად იგივენაირად და ვაყენებ მეორე განათებას. ბოლო კაბელზე კიდე ჩვეულებრივ 2-იან კლემებს, რადგან მეტი ნათურა აღარაა და ვაერთებ ბოლო განათებას. და სულ ესაა რა. და ერთ პატარა 3 ამპერიან პორტზე გავმართე 2 მარეგულირებელი ჩამრთველი და 4 განათება. რისი რესურსიც ქონდა, ისე გავაკეთე, რაც ამაქვს იმასავ ვსჭამ.
ეხლა დავიწყებ ამ rocker switch-ის აწყობას 12 ვოლტზე მუშაობს, არის 5 პინიანი და აქვს თავისი განათებების შიგნით. არის ინსტალაციის ორი ვარიანტი. ერთია, როცა გამორთულ მდგომარეობაში ქვედა LED განათება ანათებს და ჩართვის შემთხვევაში ზედაც ანათებს და მეორე ვარიანტია, ორივე ჩამქრალია და რო ანათებ ორივე ენთება. ამ შემთხვევაში მე გადავწყვიტე, რომ ორივე ჩამქრალი ყოფილიყო და ანთებულ შემთხვევაში ორივე ანთებულიყო, მაგრამ მეორე ვარიანტსაც განახებთ როგორ უნდა. იმიტომ რომ თვალში არ მოხვდეს რა ლურჯი განათება. პირველი ვარიანტი ახლა განვიხილავ, როცა ქვედა LED-ი ყოველთვის ანთია, თუდენი მიეწოდება და ზედა LED-ი და ქვედა LED-ი ერთდროულად ინთება თუ ჩართავ ჩამთვლს. ახლა გადმოვიტან ზუსტად ფურცელზე როგორცაა პინები, რომ უფრო ადვილად გასაგები იყოს და მარტო ამ შემთხვევაში არა ესეთი ისა რა rocker switch-ი, რომ ძალიან ბევრ რაღაცაში გამოიყენებენ overlander-ებშიც და ჩვეულებრივ მანქანებშიც. რაღაც 12 ვოლტიან რა მოწყობილობას რო ამონტაჟე. დავიწყოთ ვარიანტი პირველი. მე7 და მე8 პინს ვაერთებთ ერთმანეთთან და აქედან გამავალ კაბელს ვაერთებთ დენის წყაროს მინუსზე. და მაგ დენის წყაროს მინუსიდან გამოვალ კაბელს უკვე თვითონ მოწყობილობის მინუსზე ვაერთებთ რა. შემდეგ უკვე მე6 და მე2 პინს ვაერთებთ, ვაკავშირებთ ერთმანეთთან კაბელით, როგორც მე7 და მე8 პინები დავაკავშირეთ და აქედან გამოვალი მიდის ეგრევე დენის წყაროს პლუსზე. თვითონ მოწყობილობიდან გამოსული პლუსი კაბელი კი უერთდება მე3 პინზე. ესაა პირველი ვარიანტი, რომელთაც ქვედა LED-ი მუდმივად ანთია და ჩამთვლის ჩართვის შემდეგ ორივე ენთება. ეხლა უკვე გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, რომელიც მე უნდა გავაკეთო, რომ ორივე LED განათება ჩამქრალი იქნება, ჩამთვლის ჩართვის შემთხვევაში ორივე ერთდროულად გაანათებს. მე8 და მე7 პინს ვაკავშირებ ისევ ერთმანეთთან და მაქედან გამომავალ კაბელს ისევ მინუსზე ვსვავთ დენის წყაროზე რა. მერე ისევ დენის წყაროს მინუსიდან გამომავალ კაბელს ვაერთებთ მოწყობილობის მინუსზე. ამ შემთხვევაში ცვლილება არის უკვე აქ, მეორე პინს ვაერთებთ ეგრევე დენის წყაროზე, პლუსზე და მე3 და მე6 პინებს ერთმანეთზე ვაერთებთ და იქიდან გამომავალ კაბელს მოწყობილობის პლუსზე. ეს იყო ორი ვარიანტი, მაინც დეტალურად ავხსენი, იმიტომ რომ ცოტა მოძებნა მომიწია, როგორ მუშაობდა ეს rocker switch-ი, ყველა სხვადასხვანაირი ქონდა და ყველაზე პოპულარული ვერსია ესაა, ეს 5 პინიანი. და პინებზე ვსვავ ამ რაღაცეებით, რომელიც დომინოში ვიშოვე და კაბელებს ერთმანეთზე კიდე კლემებით ვაფრო. ეხლა რაც ვილაპარაკეთ, ვაქციო რეალობად. პლუს კაბელი შევაერთე დენის წყაროზე. ეხლა მინუს კაბელს ვაერთებ დენის წყაროდან ამ ჩამრთველზე და ვტოვებ თითო კლემაზე თითო ცარიელ ადგილს
რომ მოწყობილობა ეგრევე შევაერთო, როცა დამჭირდება და მზად მქონდეს რა პომპის პლუსი ეგრევე პლუს კლემაზე დაждდება მინუს კლემაზე და როცა ამ switch ჩავრთავთ იმუშავებს პომპაც. აი ახლა დავაყენოთ ეს დიმერ ჩამრთველი რომელიც არეგულირებს შუქს. ამ სიკაშკაშის მომატება და დაკლება შეიძლება ამით რა, ოღონდ სპეციალური ნათურებია საჭირო. ეს მონიშნული მაქვს. აუცილებელია რომ არ აგვებნას რა არის რა. ამ 16 გეიჯიანი კაბელიდან დამრჩა 15 მეტრიდან სადღაც 2.5 მეტრი და მეგონა 1-10 მეტრი დამრჩება. 10 არა, მაგრამ 1-7-6 მაინც მეგონა რომ დამრჩება. და კაია რომ მაგდენი გამოვწერე. დამჭირდება კიდე გადასაბნელად იმეების დენის წყაროზე შესაერთებლად და ზუსტად ყოფნის. აქედან გამოდის პლუსი მინუსი. ორივე უნდა დავსვა 3-იანზე. ეს ერთი დიმერი აქეთ მზადა. ეს მეორე დიმერი აქეთ მზადა. ეს არის მისაღების 3 ნათურის კაბელი. ეხლა გადავჭრი ამზარეულოს. პლუსი, რა თქმა უნდა, შევაერთოთ პლუსზე. პლუსი დიმერის არის შავი. აქეთა შეერთდა აქამდე, ახლა შევაერთოთ აქეთაც აქამდე. დაგვრჩა ეს ერთი, ხო? ამ ერთს ვაერთებთ პლუსზე, ამის პლუსზე. ამ დიმერის ვაგავარ უნდა ეს არის უკვე დენის წყაროზე. ვაერთებთ ამასაც აგერ დენის წყაროზე. აქედან უნდა გავუშვოთ შნური, შევაერთოთ ამაზე. და იგი გავბრცხვენი ორი ცალი, ის ფრჩხილიც ავიტეხე ერთი, სადაც ეს ორი შედის. ეს კაბელი იქნება მნიშვნელობა არ აქვს. შევიდა დაწყაბდა და აქაც დაწყაბდა. ვაერთოთ ამ აზე. ეგა. ეს იხსნება ესე და უყენდება თავისი დაფა უკან. ეს ერთი მზად გვაქვს. გადავდოთ. ვენტი არაფერი ჩამრთველი არ უნდა, ვენტიდან ირთვება ყველაფერი ამ პულტიდან. ამას უნდა მარტო დენის წყაროზე შეერთება. მენა არ იჭრება ეს კაბელი რა. ორივე გავუპუტე ვენტის და წყლის ტანს. ეს მინუსი გვაქვს. მოგხსნათ ჯერ ერთი მხარე. ორივე მოგხსენი
ესეა პლუსებისთვის, ესეა მინუსებისთვის. წყლის ტუმბო დაყენდა. აქეთ დავსვი წყლის ტუმბო, აქეთ ვენტი. ლამაც უნდათ მცველები, რომ დაიცვას კაბელი. როგორ გამოვთვალოთ რამდენიანი მცველი გვინდა. პირველ რიგში უნდა გავიგოთ ვატობა მოწყობილობის, მერე გავყოთ 12 ვოლტზე, რომ გავიგოთ რამდენი ამპერია და დავამატოთ ზევიდან დაახლოებით 25-50%, რომ უსაფრთხოდ იყოს უფრო რა. წყლის ტუმბო პირდაპირ უწერია, რომ ჩართვის დროს ქაჩავს 4 ამპერს. ამიტომ ამას დავუყენებ 5 ამპერიანს რა. ვენც კიდე უწერია, რომ 5 ამპერს ქაჩავს დაახლოებით და ამას შეიძლება უფრო მეტიც დაჭირდეს და ამიტომ ამას დავუყენებ 10. 7.5-იანი იდეალური იქნებოდა, მაგრამ 10-იანი, მაგრამ 10-იანს დავაყენებ 5-იანს. ვენც 10-იანი დავუყენებ, ამას დავუყენებ 10-იანი სვეტი. დაიხურება მერე დავაყენებ ამას. ნათურების გაკეთებას. ერთი ნათურა ხო დება, მეორე ნათურა აქ, მესამეა. გავაკეთებ პარალელურ გადაყვანას. აი. ერთი ნათურა აქ ენდება. გავატყავოთ ყველა. ყველა სადაც ნათურა უნდა იყოს გავჭერი, შავი კაბელის ანუ მინუსი დავაერთოთ. აქეთ კიდე ერთი გაგრძელებული კაბელის მინუსის დავაერთოთ. მეორე სამიანს პლუსებზეც იგივე ვქნათ. პლუსი ამ კაბელის. ისევ გადაება ერთმანეთს ეს ორი კაბელი, ზუსტად ისე როგორც იყო. პლუს ვაერთებთ პლუსზე. დამაგდა მინუს ვაერთებთ მინუსზე. ეგა, უმარტივესი, აქაც იგივე პლუსზე, მინუსზე, ეგა. დენის წყარო იქნება EcoFlow Delta 3, რომელიც არის 1 კილოვატიანი, ანუ 1024 ვატიანი. ვაპირებდი უფრო დავალ ვატიანზე აწყობას, იმიტომ რომ ძვირი ღირდა ეს 2700 იღირდა, მაგრამ ხაზდაკლებით ვიყიდე 1600-ზე. რაც არის ძალიან კაი ფასი. პლუს იმიტომ ავარჩიე ეს, რომ ამის გაზრდა შეიძლება 2 კილოვატამდე. კიდე 1 კილოვატის დამატება შეიძლება სპეციალური. ბატარეები აქვს, რომელსაც ეგრევე ამაში ერთდება და ხდება 2 კილოვატი. ჯერ მაგის ბიუჯეტი არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად ვაპირებ, რომ კიდე ერთი დავამატო რა. ნეტავი მემაჩუქებდეს. I wish I had a free bag of chips. აქვს კაი აპლიკაცია. სტეპსელებს არსად არ ვაყენებ, იმიტომ რომ აქვს 4 სტეპსელი და პატარა მანქანაა და ერთ ადგილას საკმარისია. მეგან არსად არ დამჭირდება. ხოლო ეს სისტემა იმუშავებს აქეთ ამ მხრიდან. ეს არის სიგარეტის პორტის შესაერთებელი, რომელზეც დავსვი ვენტი და წყლის პომპა. მეტი ვერაფერი ვერ დავსვი, იმიტომ რომ მაქსიმუმი 10 ამპერი გამოყენება შეიძლება აქიდან და განათებები დავსვი აი ამ 3 ამპერიან DC551 პორტზე.
რა ვნახავ რა. მოდი ჯერ ამას არ გავტესტავ, ჯერ გავტესტავ, მეგია სწორია ყველაფერი. შევაერთეთ. ჩავრთე. აბა ახლა ჩავრთე, აი ციოს მარლა. ახლა ჩავრთავ ჰაერის შემოსვლას. ყველაფერი გავმართი ამ ორ პორტზე. საოლო იმენ. დიზელის გამასხობელი, მაცივარი 24 საათი ჩართული იქნება. 4 ნატურა რო 5 საათი ვამუშაო დღეში. კიდე რა არის, პომპაც ეგრე როცა დამჭირდება რომ ვამუშაო, ვენტი ვთქვი ესე და ტელეფონში რომ რამდენჯერმე დავტენო, გაკაჩავ სადღაც დღე-ნახევარი. ეს სისტემა დატენილი, რაც არის ძალიან მაგარი. მაგრამ რო არ დაждდეს ეგ, მაგისთვის კიდე მაქვს რაღაც ხერხები. ეგა უკვე შემდეგი ეტაპი. ეხლა ახლოდან გადავიღებ, იმიტომ ვიდეოში არ ამგონია გამოჩენილი ორი ავანთი ესენი რო აინთვან. და მე უკვე გადავალ როგორ დავტენი ამ ყველაფერს. ეხლა უკვე გადავედი შემდეგ ეტაპზე და გეტყვით როგორ უნდა დავტენო EcoFlow, რომ არასოდეს არ დაждდეს და დენის უკ გქონდეს. პირველი ვარიანტი, რა თქმა უნდა, მზის პანელი. ეს არის 400 ვატიანი მზის პანელი, EcoFlow-ი, რომელიც არის პორტატული და მუდმივად ჭერზე დამაგრებულა. არაა საჭირო. აქვე სათავსოს მოუძებნი ამას და როცა დავბანაკდები და როცა დიდი ხნით გავჩერდები ერთ ადგილას, მაგ შემთხვევაში დამჭირდება ეს. 400 ვატიანი მზის პანელი ღირდა 2700 ლარი. ვიყიდე 550 ლარში ფასდაკლებაში, ღმერთს ვიცავ. ანუ სასწაულ ფასდაკლებებს დავემთხვი ამაზეც და ამაზეც. 2300 ლარი დავზოგე მარტო ამ ორში. აი ეს მუდმივად დამაგრებული არაა, ან შეიძლება საერთოდ მზი არ იყოს, რა უნდა ვქნა მაგ შემთხვევაში. მაგ შემთხვევისთვის არის პეკრონი, EcoFlow-საც აქვს მსგავსი, ოღონდ ჩემ ბიუჯეტს ძალიან ცდებოდა. ეს დაჯდა თავისი გამბაჟებით, წონით ყველაფრით 500-დან 550 ლარამდე რა. ამერიკიდანაც შეიძლება გამოწერა პეკრონის საიტიდან და ალიბაბადანაც, იმიტომ რომ EcoFlow-ს ეს პეკრონიც არის ჩინური კომპანიები. ჩინეთიდან იმიტომ გამოწერა, რომ სახმელეთოთი უფრო იაფი დამიზებოდა წონა. ამერიკაში თუ ისა 3-ჯერ და 4-ჯერ ნაკლები წონის საფასური ჩინეთიდან დაждდებოდა. ეხლა რა არის ეს? ეს ორი ნაწილისგან შედგება, ორი ის მოყვება. ერთი არის კაბელი, რომელიც ერთდება მანქანის აკუმულატორზე, პლუსი, მინუსი, არის ძალიან დიდი კაბელი და სქელი კაბელი და მეორე არის თვითონ გარდამქმნელი. ეს წამოსული ენერგია ერთდება ამაზე ეს კაბელი, ამ შტეკერებზე ერთდება თვითონ EcoFlow-ს მზის პანელს მოყვა სპეციალური ის, ამაზე ერთდება და მერე ერთდება უკვე EcoFlow-ზე და EcoFlow-ს გონია რომ მზისგან იღებს ენერგია. 500 ვატს გამოიმუშავებს და საათ-ნახევარი, 2 საათი მანქანა დაქოქილი რო იყოს ამ მოძრაობაში, მთლიანად დატენის ამას, რომელიც საკმარისი იქნება, ალბათ 2 დღე გაქაჩოს მერე ეს თავისუფლად. ანუ 2 დღეში ერთხელ 2 საათი დაქოქვან მოძრაობა, ეს თუ არ გამოიყენებ, თუ კარგად გიდეს და რამასაც გამოიყენებ, გაქვს მუდმივად დენ, რაც არის ძალიან მაგარი. და 500 ვატი ტენის ამას. ოღონდ სანამ ამას დააყენებ, აუცილებელია რომ მანქანის დინამო, ალტერნატორი გიწყობდეთ ხელს რა. ამ მანქანას აქვს 95 ამპერიანი დინამო და სრულიად საკმარისია რომ 500 ვატი წარმოქმნას და კიდე დარჩეს საკმარისი შუქებისთვის და ყველაფერთვის მანქანას. ეს არის ორი გზა, რითაც დავტენი ამას. ამას დავაყენებ ახლა, ახვალ, ამინდი როგორ შემიწყობს ხელს იმის მიხედვით და ამას რო დავაყენებ, ელექტროობა ყველაფერი მორჩენილი იქნება მანქანაში. ავაკრავ ჭერზე ვაგონკას, გვერდებზე ფანერას და მანქანა შეიფუთება. სალონში არის ესეთი რიჭო, რომელშიც გავატარებ ინტერვიუს.
მანქანის დამტერი არ მუშაობს, როცა მანქანა არაა დაქოქილი და მხოლოდ მაშინ იწყებს მუშაობას, როცა მანქანას დავქოქავთ. ახლა რა უნდა გავითვალისწინოთ? მანქანის დაქოქვის შემდეგ თუ ეს დამტენი არ მუშაობს, მაშინ ეს საწყისი ვოლტაჟობა უნდა დაუწიოთ ქვევით. ხოლო თუ დამტენი მუშაობს, მაშინაც კი როცა მანქანა არაა დაქოქილი, საწყისი ვოლტაჟობა უნდა გავზარდოთ. იმიტომ რომ თუ ეს ვოლტაჟობა ძალიან დაბალზე გვიყენია, მანქანის აკუმულატორს დასვავს და მე ვერ დავქოქავთ. ეს კიდე არ გვაწყობს ჩვენ. ეხლა უკვე ვიღებ ზომას, რა ზომაზეც ყველა ვაგონკა უნდა დაუჭრა და მე უკვე ამ ვაგონკების დამუშავებას დავიწყებ. ჯერ გავშკურკავ 100-იანი შკურკით, მერე 360-იანი შკურკით და ბოლოს ალპინას ლაგს გადავუსმევ რა. ხე უნდა შევღებო ბაიცით, ელიავაზე 100 გრამი ბაიცი, 12 ლარი ღირდა. წყალში ვაზავებ, ნელ-ნელა ვამატებ იქამდე სანამ სასრულ ფერს არ მივიღებ და მერე უკვე ყველაფერს რომ მოვამზადებ, მერე ბოლოს უკვე ბაიცით შევღებო. ხელით მომიწია გაშკურყვა, იმიტომ რომ შკურკის ის არ მაქვს და თან ვერც აპარატით ვერ გავშკურყავდი, იმიტომ რომ ჩაღრმავებები აქვს და ხელით უნდა და დეტალური გაშკურყვა, ამიტომ ცოტა დიდი ხანი დამჭირდა, მაგრამ ძალიან პრიალა და ძალიან კაი შედეგი დადო ამ დაბალი ხარისხის ვაგონკამაც. ეს ვაგონკაც დომინოში ვიყიდე. წავიდა ბაიცით ღებვაც, სანამ გავლაკავ, სეტილოს ვაწობ ამ ბაიცში და მივყვები ნელა ყველა ღრიჭოს და ყველა წერტილს.
კედელზე გასაკრავო დავირჩიე 4-იანი ფანერა, იმიტომ რომ დრეკადია და ესე მოღუნული კედლებისთვის იდეალურია. აქ როგორც იატაკზე გავაკეთე, ისე ვაკეთებ. დავნიშნავ სადაა საყრდენი ადგილები, რომ შურუპები გავუშვა და ვიწყებ დაშურუპებას.
შევაერთე პეკრონი ეკოფლოუზე, მზის ბატარიის პორტზე, ჩავრთე და ველოდები რომ დაიწყოს დატენვა. ამას უნდა დრო. ეგრევე ერთ წამში არ იწყებს. 20-30 წამი მაინც უნდა რომ დაიწყოს დატენვა. და წამოიღო კარგად 500 ვატამდე ტენის. მოძრაობისას წესით სტაბილურად 500 დაიჭერს, დინამოც უფრო კარგად რო იმუშავებს, რა ეს ადგილზეა ესე. ეს ვიდეოც მორჩა, ძალიან ბევრი რაღაც გავაკეთე, დავქსელე, ყველაფერი მუშაობს, ფანერა ავაკარი გვერდებზე, ჭერი გავაკეთე, ლინოლეუმი დავაგე და ეხლა ჩემ გაყვანილ შუქში ვზივარ და ღამე თუ ვეღარ წერდი ხოლმე ვერაფერს რო ბნელო და ეხლა უკვე შემიძლია ვიდეო დავასრულო. პეკრონიც ეხლა გავტესტე, მაგამდე არ მქონდა გატესტილი, მუშაობს ძალიან კარგად თან, დაწყე 10%-ია და რომ შევაერთე 2 საათი ეწერა რომ დატენილიყო. თან ისიც გაჩერებულზე რა, მანქანა რომ მუშაობს, დინამოც უფრო სწრაფად მუშაობს და უფრო მეტი ვატით შემოვა და უფრო მეტით დაიტენება 500-ით სტაბილურად წესით. თავარი ჩონჩხი შეიკრა უკვე და უკვე მზადაა შიგნით მოსაწყობად რაღაცეებისთვის. შემდეგი ვიდეოდან დავიწყებ საწოლის აწყობას და აქ კონსოლის რო მთელი ელექტროობა მოვათავსო და მაცივარი და მაგას რო გავაკეთებ უკვე შემდეგი ეპიზოდი ბოლო ეპიზოდი იქნება წესით სამზარეულო სანტექნიკა ყველაფერი რა იქით ამ ხარეს რაც გზავრის მხარეს გამოიწერეთ რა არხი რა გთხოვთ და ვიდეოს დაალაიქეთ ეგა არა აბა შემდეგ შეხვედრამდე ეს ძალიან კაია ესე რეგულირებადი რო გავაკეთე იმიტომ რომ მაინც რო ზიხარ და თვალებთან ახლოს გაქშუქი არ გინდა ზოგჯერ რომ ძალიან განათებდეს რა